მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგანს უღმესი მადლობა იმის რომ გამოწერდებთ ჩემი არხი იმის რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ ვინც არ მისცემთ გაგეცნობთ მე ვარ კატო ახლა არის ღამის 3 საათი და არ ვიცი და ისეთი ცუდად მოვიდა ესეთი ინფორმაცია და ვფიქრობ რომ შეიძლება ვინმესთვის ძალიან საინტერესო იყოს მოდით ესეთი გაშლა გავაკეთოთ ვიცით მას სურს მიცვალებულს გარდაცვლილ ადამიანს რომელიც არ იმყოფება ანუ უბრალოდ არის სამუდამო სამყოფელში რა დარჩა დასასრულებელი და რისი დასრულება სურს თქვენი ხელით, ესე რომ ვთქვათ. ნახოთ, ვინ მოვიდა, რამდენად ამოიცნობთ ამ ადამიანს, თქვენია თუ არა ეს წინაპარი და რას დაგველაპარაკება, ხო, რა არის, რა დარჩა გამოსასწორებელი, გასაკეთებელი და რა უნდა გააკეთოთ თქვენ, ხო? ან რას ითხოვს, ესე რომ ვთქვათ. ნახოთ, ვინ არის ეს, ვინ მოვიდა ჩვენთან სასაუბროდ. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ამ ადამიანთან საკმაოდ შორს იყავით, შეიძლება ითქვას, შეიძლება უბრალოდ თქვათ სხვადასხვა ტერიტორიული სიშორე გქონდათ. თქვათ სადმე საფოსი ცხოვრობდა თქვენ ქალაქში და ვერ ახერხებდით ხშირად მისვლას, ან უბრალოდ რა ვიცი, ძალიან ხშირია ხომ როდესაც ქვეყნის გარეთ არიან ჩვენი თანამემამულენი და მუშაობენ და შესაბამისად ახლოს ვერ არიან ხომ ეს ადამიანი ძალიან ხშირად შეიძლება თვითონ ამ ადამიანსაც ხონდა ესეთი ნოსტალგიური მომენტები ხო როდესაც თავისი სახლი ენატრებოდა ხო ნახა თქვათ ესე მარტივად რო ავხსნათ, თქვათ ცხოვრობდა იმერეთში, ესე რო ავხსნათ და თქვათ მისი ოჯახი, ანუ დაოჯახების შემდეგ თქვათ გადავიდა კახეთში და ნუ შესაბამისად ხშირად ახსენებოდა თავის იმერეთთან. ნუ ყოველ შემთხვევაში ამ ადამიანს ძალიან დიდი ნოსტალგია ჰქონდა იმ პიროვნებასთან, ვისთანაც რაღაცა სათქმელი აქვს ეს მომენტი ძალიან ხშირად არის. რა გადმოხდა? ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრს იბრძოდა, შეიძლება ითქვას, ადამიანს, რომელსაც საკმაოდ დიდი ძალაც გააჩნდა, ეს ფიზიკურ ძალაზე არ არის, ხო, აქ არის ნებისყოფაზე, აქ არის მის მოთმინებაზე, შეიძლება ითქვას. ადამიანს ძალიან ბევრს იბრძოდა, ხო, ანუ შეიძლება ეს რაღაცა ბრძოლა ყოფილიყო მატერიალური, შეიძლება ყოფილიყო, ნუ ადგილის დამკვიდრებასთან მიმართებაში, შეიძლება ყოფილიყო რაღაცა გარშემო მყოფებთან ბრძოლა, რომელიც თქვათ სჭირდებოდა იმისთვის, ნუ თვითონ არ სჭირდებოდა, შეიძლება, მაგრამ უწევდა იმისთვის, რომ რაღაცა ცვლილებები თავისი ადგილი შეენახა, შეიძლება ესე ითქვას. ადამიანი, რომელსაც ძალიან რთული გზა გამოიარა. მე არ ვიცი ხა რამდენად ისეთი მომენტია, ნუ ცოტა ისეთი რამეა შეიძლება, მაგრამ ნახეთ როგორი მომენტია ადამიანმა, რომელმაც გამოიარა ყველაფერი თუ კი რამე ხდებოდა მის ან თუ კი რამე ხდებოდა მის გარშემო, შეიძლება ითქვას, რომ მის კისერზე გადადიოდა, ხო, მის ზურგზე გადადიოდა, მის მხრებზე გადადიოდა. ადამიანი, რომელსაც არაერთი ადამიანის დარდი შეიძლება ქონოდა, ხო, ადამიანი, რომელიც ყოველთვის სხვებს ეხმარებოდა, ყოველთვის ის სხვებზე იყო ორიენტირებული, შეიძლება ესეც თქვა, რომ ადამიანს შეიძლება თვითონ ქონდა რაღაცა პრობლემა ჯანმრთელობის ან რაღაც ისეთი მომენტი, მაგრამ მაინც სხვებზე ზრუნავდა, სხვების მიმართ იყო ძალიან ისეთი მიმტევებელი, მომთმენი, ხო? ნახეთ, ეს ადამიანი, ვინც მოვიდა ჩვენთან სასაუბროდ, მე გეტყვით, რომ ეს არის ქალბატონი,
ქალბატონი მოვიდა ჩვენთან სასაუბროდ, რომელიც ძალიან კარგი დედა, კარგი ბებია, ხო? ანუ ადამიანი, რომელთანაც შეიძლებოდა სიმშვიდე, რომელთანაც შეიძლება ყოფილიყავი ყოველთვის ბავშვი, ძალიან ზრუნველი იყო. ერთს ვიტყვი და იმას, რომ ამ შეიძლება ადამიანი ყოფილიყო დიასახლისი, მაგრამ მასთან მოხვედრილი თუნდაც ერთი თეთრიანი თუ ერთი კაპიკი თუ როგორც გინდათ ისე ვთქვათ, შეიძლება მილიონად ექცია, ხო? ადამიანს ჰქონდა ძალიან ისეთი ნაყოფიერი ხელი, შეიძლება ითქვას. და მე ესე ვიტყოდი, რომ მასთან ერთად მოვიდა პენტაკლების მეფეც, პენტაკლების დედოფალი, პენტაკლების მეფე. ალბათ ეს გაშლა უფრო არის იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც არ ვიცი ხა ვისთვის ბებია იქნება, ვისთვის დედა იქნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმ ადამიანზე, რომელსაც უკვე აღარც დედა ყავს, აღარც მამა, ალბათ უფრო რატომღაც ეს ინფორმაცია მომდის. აქ არიან წყვილი მოსული, რომელმაც საკმაოდ ბევრი გამოიარეს, საკმაოდ ბევრი იშრომეს, შეიძლება ითქვას, იმისთვის, რომ დღეს ოჯახი შენარჩუნებული იყოს ისე როგორც არის. კი, ნამდვილად, ძალიან ბევრი ბრძოლა ჰქონდათ, ბევრი ომი ჰქონდათ, შეიძლება ითქვას, ხო, ნუ ვიღაცა შეიძლება რაღაცა მემკვიდრეობითი კუთხით ჰქონდა, ვიღაცა შეიძლება რაღაცა რა ვიცი, ესე ვთქვათ, მესამე პირების მდგომარეობა, ხო, ვიღაცას, რა ვიცი, დედამთილთან, მამამთილთან თუ, რა ვიცი, მაზლებთან თუ მულებთან, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ადამიანებს ჰქონდათ ძალიან დიდი საკმაოდ რთული პერიოდი გასავლელი, ხო? ვიღაცისთვის შეიძლება ეს ყოფილიყო, თქვათ, ორივეს ჰქონდა რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემა, ხო? ჯანმრთელობის პრობლემა და აღნიშნე კიდევაც, რომ შეიძლება ქალბატონს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა, მაგრამ არ აქცევდა ყურადღებას, იმიტომ რომ მის მეუღლესაც ჰქონდა რაღაც პრობლემა და შესაბამისად გადართული იყო მის მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, ხო? და აქედან გამომდინარე თავისას გვერდზე ტოვებდა. აქ ადამიანები, მე ესე ვიტყოდი, რომ ეს ვინც მოვიდნენ სასაუბროდ, არ ვიცი, ძალიან ბევრი პრობლემების წინაშე, მე ესე ვიტყოდი, რომ შეიძლება აქ ამ ოჯახზე და ეს ოჯახი ძალიან შეიძლება ერთმანეთთან ძალიან კარგადაც ყოფილიყვნენ, მაგრამ ყოველთვის იყვნენ ადამიანები მათ გვერდზე, მათ გარშემო, ვისაც შეიძლება არ ვიცი, უბრალოდ შურდათ მათი, თუნდაც უბრალოდ მათი ესეთი შვიდი ურთიერთობის, ხო, ადამიანების ცხოვრებაში შეიძლება რაღაცა არასოდეს არ გასულა კონფლიქტური სიტუაცია, არასოდეს არ ყოფილა ესეთი შემთხვევა, ვთქვათ, როდესაც ვინმე იტყვის, რომ მათ ვთქვათ, იჩხუბეს, ერთმანეთს დაუყვირეს, არ ელაპარაკებოდნენ, ან რაღაცა მსგავსი, ხო, ანუ ესეთი წყვილებიც ხო არიან და თითქოს აი რაღაცა ესეთი მომენტია, რომ აქ შესაბამისად ამ ადამიანების ცხოვრება ისეთი ბევრი თვალში ხდებოდა და ძალიან ესე ვთქვათ, შურდათ, ხო, მათი რაღაცა ეს მომენტიც არის. კი, მათ შორის ძალიან დიდი სიყვარული იყო, მათ შორის ძალიან დიდი ენერგიები იყო და ნახეთ, მე ესე ვიტყვი, რომ ეს ადამიანები, ვინც მოვიდნენ ახლა სასაუბროდ, მე ესე ვიტყოდი, პირდაპირ ოჯახი, პირდაპირ წყვილი მოვიდა, ყოველთვის მზად იყვნენ კომპრომისზე ერთმანეთთან, ხო, რაღაცა ოღონდ მათი იდეალური ოჯახი არ ყოფილიყო რაღაცა დაზარალებული, ყოველთვის მზად იყვნენ სხვა ადამიანებისთვის მეტი ემოცია მიეცათ, მეტი ენერგია მიეცათ, მეტად მზრუნველები ყოფილიყვნენ, სხვა ადამიანებს დახმარებოდნენ, რომ ვთქვათ, მათზე ნაწყენი არ ყოფილიყვნენ, რატომღაც ეს მომენტიც მოდის. კარგით. კიდევ რას გვეტყვის სამყარო მათსა.
საკმაოდ მხიარული, საკმაოდ წარმატებული, საკმაოდ ისეთი ღია ოჯახი ჰქონდათ. ესე შეიძლება ითქვას, სადაც არაერთი ხელ, ანუ თუ ყოველდღურად არა, კვირაში რამოდენიმეჯერ მაინც შეიძლება სუფრა გასულიყო, ძალიან ისეთი თავისი მხიარულებით, თავისი საინტერესო საუბრებით, შეხვედრებით, ხო? საკმაოდ ისეთი კარგი მოკეიფე ხალხი როგორც ჩანს, ხო? ადამიანები ძალიან ბევრს იბრძოდნენ, მე ესე ვიტყოდი, რომ ადამიანები ყოველთვის ცდილობდნენ, რომ დაპირებული შეესრულებინათ, დაპირებული გაეკეთებინათ. ამ წყვილის მდგომარეობაში არ არსებობდა, ესე ვთქვათ, ნახეთ, გაუკეთებელი საქმე, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში ისინი ყოველთვის იბრძოლებდნენ, თუ ადამიანს რაღაცას დაპირდებოდნენ, თუ ადამიანს რაღაცას ეტყოდან, ისინი აუცილებლად იბრძოლებდნენ იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ეს გაეკეთებინათ, ხო? საკმაოდ ისეთი საკმაოდ ძიმე რთული პერიოდები აქვს გავლილი, თუმცა თვითონ ეს ადამიანები ვერ ვიტყვი, რომ ცუდი ადამიანები იყვნენ ნამდვილად. მე ერთ ვიტყვი, რომ ამ ადამიანების ცხოვრება შეიძლება რაღაცა პერიოდში გაჩერდა კიდევაც. გაჩერდა რატო? ხო, როდესაც თქვათ, ბევრი თვალია, ბევრი ესე ვთქვათ, შურია, ხო? ანუ თითქოს ადამიანები იყვნენ, როგორ იცით, აი რაღაცათვის გადარჩენაზე. მე არ ვიცი, ვინ არიან ახლა ესენი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნახეთ, ამ ადამიანების ცხოვრება შეიძლება ითქვას ერთი დიდი ბრძოლის ველი იყო, სადაც თავიანთ სიყვარულის მდგომარეობას ყოველთვის იცავდნენ გარემომყოფებისგან, ხო? ერთს ვიტყვი, რომ ადამიანებს არ ვიცი, რატომღაც ჰქონდათ ძალიან დიდი ტკივილი. ბავშვთან დაკავშირებით, შეიძლება არ ყავდათ შვილი და ნაშვილები ყავდათ, ან მსგავსი მომენტით, ან უბრალოდ ვთქვათ, ნათესავს შვილს დიდდნენ, ან ნუ ყოველ შემთხვევაში ეს არის ტკივილი, მაგრამ შეგუებული ტკივილი, იმიტომ რომ აქ მაინც ჰქონდა ჩანსი იმის, რომ გაეზარდათ შვილი, ხო, ესე რომ ვთქვათ. კარგით, რა დარჩათ დასასრულებელი, რისი თქმა სურთ, რა გაქვთ თქვენ აქ დასასრულებელი? არ ვიცი, ვისთვის არის გასვლა, მაგრამ იმედია, საბოლოო ჯამში მაინც თქვენ კომენტარებით ვიტყვით. ვისთვის რეზონირდება. რა დარჩათ გასაკეთებელი, რას ამბობენ? მე აქ ესე ვიტყვი, რომ ეს ადამიანები ამბობენ იმას, რომ დარჩათ გასაკეთებელი, არა, ალბათ უფრო თქვენი დასამთავრებელია ის, რომ ოჯახი იყოს ერთიანი, ის, რომ ოჯახი იყოს ძლიერი. გამოიყენეთ ყველა ის ძალა, ყველა ის რესურსი, ყველა თქვენი გონებრივი შესაძლებლობა, ხო, თქვენი გამოცდილებები იმისთვის, რომ ოჯახი გქონდეთ შეკრული, თლიანი, წარმატებული, დიდი, ხო, თუ აქ რაღაცა ქონებრივი მომენტების მდგომარეობაც იყო, შესაბამისად გეუბნებათ ადამიანი, რომ შენ დაიცავი, ჩვენ თუ ვერ მოვახერხეთ, შენ დაიცავი ის ძირი, ის ფესვები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, ხო, ჩვენთვის. ფრთხილად იყავი, ყველანაირი ინფორმაცია გადაამოწმე, არაფერს არ მოაწეროთ ხელი, ხო, არაფერი არ გააკეთოთ ისე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება ცდილობდეს თქვენს არ ვიცი, გაბითურებას, შეიძლება ითქვას, ხო, თუ საერთო ქონება გაქვთ, მით უმეტეს ეცადეთ, რომ აქ ყველაფერი შეცვალოთ, ხო? ეცადეთ, რომ ცვლილებები, რომელსაც გააკეთებთ, იყოს ძალიან
ფრთხილად გაკეთებული და ეცით რა მომენტია, ნახეთ, ადამიანი გეუბნებათ იმას, რომ არ დაკარგო ფესვები, არ დაკარგო ტრადიციები, არ დაკარგო ის, რაც ჩვენს ოჯახს ჰქონდა, ხო, არ დაკარგო ის ყველაფერი, რაც ჩვენ, ანუ ისეთ ტრანსფორმაციას ნუ გააკეთებ ყველაფრისას, რომ საბოლოო ჯამში ის ფესვები და ის ვთქვათ ფუძე დაიკარგოს, ხომ, დააკვირდი ყველაფერს. ძალიან ბევრის თვალი გიყურებს იმისთვის, რომ შეიძლება უნდოდეთ, რომ თქვენ ეს ყველაფერი დაკარგოთ, ხო, თქვა თქვენ ეს ერთმე ყველაფერი წაგართოთ. ამიტომ გაუფრთხილდი იყავი, გონიერი იყავი, მიზანმიმართული, ძალიან კარგად შეხედე, შენს გარშემო იყოს ის ადამიანები, რომლებიც მართლაც შენი ადამიანები არის, ხო, ანუ გადაამოწმე ყველაფერი, ყველა ინფორმაცია, ვინ როგორ გიდგება, ვინ როგორ გელაპარაკება, ხომ, გაუფრთხილდით, მაქსიმალურად გაუფრთხილდით ამ ყველაფერს, იმიტომ რომ შესაძლებელი აქვს იყოს მცდელობა იმის, რომ შეგაშინათ, იყოს მცდელობა იმის, რომ რაღაცა წაკართონ, იყოს იმის მცდელობა, რომ ნახეთ რაღაცაც ისეთიც გაკეთდეს, რამაც შეიძლება დაგაკარგინოთ, ხო, თქვენ თქვათ აზროვნება და თქვათ შეცდეთ, ხო, ან არ დააკვირდეთ უბრალოდ ან რაღაცა მანიპულატორული მომენტები, ხო, გეუბნებათ იმას, რომ ჩვენ შეიძლება ვერ გავაკეთეთ, მაგრამ შენ ამას შეძლებ, შენ ამას გააკეთებ და შენ საბოლოო ჯამში მიხვალ იქამდე, რაც უნდა იყოს, ხო, ანუ საბოლოო ჯამში შენ გექნება ყველაფერი, რაც ჩვენ თქვათ ვერ შევძელით, რომ ბოლომდე გქონოდა, ხო? მთავარი აქ არის ის მომენტი, რომ ადამიანები გეუბნებიან იმას, რომ გაუფრთხილდით თქვენს ფუძეს საიდანაც მოდიხართ, ხო? ანუ შეიძლება აქ ვიღაცისთვის ის მომენტი იყოს, რომ თქვათ სოფელში აქვთ ბინა და მიტოვებული აქვთ სახლი და ნუ გადმოსულები არიან, ხო, ქალაქში, ან უბრალოდ წასულები არიან ქვეყნიდან და არ მიატოვოთ ის ფუძე, იმიტომ რომ ის ფუძე არის ძალიან მნიშვნელოვანი თქვენი განვითარებისთვის, თქვენი წარმატებისთვის, თქვენი ბედნიერებისთვის. ყველაფერი გააკეთეთ გონივრულად, ხო, ანუ დააკვირდით სიტუაციებს. ეს არ არის, უბრალოდ თუ კი რამე პრობლემების მდგომარეობა გააქვთ, კიდევ ერთი ეს არის, ნახეთ, თუ თქვენ რაიმე ისეთ სიტუაციაში ხართ, პრობლემურ სიტუაციაში დაფიქრდით, იქნებ თქვენ ფუძესთან რაღაცა არის საჭიროება იმისთვის, რომ ახლოს იყოთ, ხო, აი რაღაც ის მომენტია. კიდე რა სიტყვიან. სწორი არჩევანი გააკეთე, არ შეცდე იმ არჩევანში, არ გაგიტაცოთ რაღაცა, ნახეთ, არის ხოლმე ესეთი მომენტი, რომ მშობლების და წინაპრების ფუძე იყიდება იმისთვის, რომ უკეთესი პირობები მივიღოთ. კი ბატონო, ძალიან კარგია, მესმის ეს ყველაფერი, მაგრამ ნახეთ, ამ დროს სავსებით შესაძლებელია, რომ ფუძის ანგელოზი დაიკარგოს. არის ესეთი ის ფუძის ანგელოზი, როგორც თითოეულ ადამიანს ყავს ანგელოზი, ასევე ყავს არის ფუძის ანგელოზი. როდესაც სახლი იყიდება და როდესაც სხვა სახლში გადადიხართ, ფუძის ანგელოზს წაყვანა სჭირდება, ეს იცოდეთ და ამას სპეციალური მეთოდით ხდება, ესე ვთქვათ, ფუძის ანგელოზის წაყვანა. მთაში იციან განსაკუთრებით ეს რიტუალი და ძალიან ისეთი საინტერესო რიტუალია სხვათა შორის. აქ გეუბნებიან, რომ აი სწორი არჩევანი გააკეთეთ, არ გაგიტაცოთ რაღაცა სიახლემა, რაღაცა ისეთმა იდეებმა. შეიძლება ვიღაცა ფიქრობს, რომ თქვათ ეს თქვათ რაღაცა სახლი უნდა ჩაიდოს ბიზნესის გეგმასთვის, ხო? ანუ ნახეთ, კარგად დააკვირდით ყველაფერს, იმიტომ რომ აქ როგორც ესეთი ადამიანები ამბობენ იმას, რომ თუ კი რაიმე ბევრი რთული პერიოდი აქვთ გამოვლილი, ბევრი მძიმე პერიოდი აქვს გამოვლილი, მოდით ესე გეტყვით, ამ ადამიანებმა შეგინარჩუნეს ოჯახი, ჭერი თავზე, ესე რომ ვთქვათ, ხვდებით და თუ კი ამას თქვენ დაკარგავთ, მაშინ ეს იქნება ძალიან მტკივნეული. განსაკუთრებით თუ აქ არის ყველა ამოიცნობს თავის იმას, მაგრამ თუ აქ კონკრეტულად იყო პრობლემა, მით უმეტეს ბავშვის ყოლის და აქ ნაშვილების მდგომარეობა, გეუბნებათ აქ ადამიანები, რომ
მიუხედავად იმისა, რომ თქვათ სისხლით არ იყოს, შეიძლება შენ ჩვენი ფუძე ხარ, ანუ შენ ჩვენი ფუძიშვილი ხარ, ხო? შენ ჩვენი შთამომავალი ხარ, ამიტომ ჩვენ წინაპრების ფუძე არასოდეს არ დატოვა, არასოდეს არ დაკარგო, არ გაგიტაცოს რაღაცა ჭყუიალა სიტუაციებმა, ხო, აი თქვათ რაღაც ახალმა იდეებმა ისეთმა, რომელიც არ იქნება გათვლილი და საბოლოო ჯამში დაკარგავთ. მოდით, რატო გავფრთხილებთ, რატო უნდათ, რომ ესე გაუფრთხილდეთ ამ ყველაფერს, თქვენ რატო უნდათ ამ ადამიანებს ესე? იმიტომ რომ ეს იქნება სამართლიანი. ან თუ გინდათ თქვა რომ სამართლიანად იცხოვროთ, ან ნახეთ თუ ანუ ამ ადამიანებმა რომ ჩადეს თქვენში რესურსი, რომ ჩადეს ის ყველაფერი და გააკეთეს და იწვალეს ზუსტად სამართლიანი იქნება, თუ თქვენ მოიქცევით ისე როგორც უნდა მოიქცეთ, ხო სამართლიანი იქნება თქვენ თუ ამ ფუძეს არ დაკარგავთ, სამართლიანი იქნება ის რომ თქვენ შეინარჩუნოთ ეს ადამიანები იყვნენ თქვენი ანუ საბოლომდე აღიაროთ. შესაძლებელი აქ ვიღაცას კონდეს იმის მდგომარეობა, რომ თქვათ მე მათი გარდაცვალების მერე გაიგეს და სურვილი ექნებათ, რომ თქვათ იპოვონ, მაგრამ აქ გეუბნებიან, რომ გაფრთხილდით ყველაფერზე, იმიტომ რომ ეს შეიძლება თქვენთვის მერე საბოლოო ჯამში რაღაცა ძალიან ისე მტკივნეულ წარსულში დაგვრჩეთ ყველაფერი და მტკივნეული იყოს, ხო? ანუ სწორად მიუდექით ყველაფერს და გიყვარდეთ ის, რაც მოგეცათ, გიყვარდეთ ის ადგილები, რომელიც თქვენ სამყარომ მოგცათ საშუალება, ხო? სამართლიანი უნდა იყოთ. თუ თქვენ სამართლიანი იქნებით, მაშინ ამ შემთხვევაში თქვენ იქნებით ბედნიერი, თქვენ იქნებით წარმატებული, თქვენ იქნებით მშვიდი, თქვენზე იზრუნებს სამყარო, ესე რომ ვთქვათ, ხო? თქვენ გექნებათ მატერიალური მდგომარეობა ძალიან კარგი. თქვენ გარშემო თუ კი რაიმე ესეთი პრობლემური სიტუაციები იქნება, ისინი დაიშლებიან, თქვენ ყველა სიტუაციიდან გამოგიყვანთ სამყარო და სრულ ბალანსში მოგიყვანთ. თავარი აქ არის ის მომენტი, რომ თქვენ შეძლოთ და ძალიან სწორად მიიღოთ გადაწყვეტილება, ხო? სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ იმასთან, არ ვიცი ხო, ვინ რას აპირებთ და ვინ როგორ გეგმავთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ მოიტყუოთ თავი, არ გეგონოთ, რომ ყველაფერი ძალიან ისეთი მარტივი არის, ხო? რაღაცა დაკავშირება რაც მოხდა თქვენი და ამ ადამიანების, მე ესე ვიტყოდი, რომ ეს შეიძლება დაწერილიც იყო წინასწარ, ხო? და ესეც უნდა მომხდარიყო. ადამიანები გეუბნებიან იმას, რომ რატო ითხოვენ ამას, იმიტომ რომ თქვენ ამ ყველაფრიდან თუ კი თქვენ სწორად მოიქცევით და სამართლიანად მოიქცევით, თქვენ გექნებათ კარგი ურთიერთობა, ანუ თუ დასაოჯახებელი ხართ ან რაღაცა პრობლემური ურთიერთობა გაქვთ, ესეც გამოსწორდება, მატერიალურადაც გამოსწორდებით, წინ წახვალთ, თქვენი ცხოვრება დაბალანსდება და ის ტყუილი ანუ ის ნერვიულობები, რომელიც თქვათ თქვენ შეიძლება დღეს გქონდეთ, დასრულდება, ხო? საბოლოო ჯამში თქვენ მიიღებთ ყველაფერს, თქვენ იქნებით ყველაფრის წარმართველი, ესე რომ ვთქვათ, თქვენი ცხოვრების, თქვენ შეძლებთ იყოთ ბედნიერი და თქვენ შეძლებთ იყოთ მაქსიმალურად გახარებული, ხო? აუცილებლად ნახეთ, კიდევ ერთხელ გამდ აუცილებლად გავფრთხილებენ იმას, რომ ძალიან ფრთხილად იყავით. შეიძლება იქ კარგად ჩაიხედეთ ფესვებში, ესე რომ ვთქვათ, ხო, კარგად ჩაიხედეთ იმ ადამიანების ჩადებულ ენერგიებში, იმ ადამიანების გაკეთებულ და თქვენ დამი ურთიერთობაში, რაც გქონდათ. მოკლედ არ ვიცი, ესეთი მოვიდა ინფორმაცია, ვისთვის იქნება, ვისთვის რეზონირდება, არ ვიცი. ვინც არ უნდა იყოს ერთმა სასუფეველში გამკვიდროს. ალბათ
მიხდება მისახვედრი, შეიძლება ეს არ იყოს ბევრის დაშლა, მაგრამ ის ერთი კონკრეტული ალბათ საბოლოო ჯამში მიხდება, რასაც გულისხმობენ ხომ, თუ კი თქვენ გაქვთ რაიმე ბრძოლა, იბრძოლეთ იმისთვის, რომ ყველაფერი იყოს კარგად, ნუ დაყრით ფარხმას, იმიტომ რომ ეს ადამიანები ძალიან ისე ვთქვათ, შეიძლება გეხმარებიან კიდევაც. მეკიდროებით, გემშვიდობებით.